მოდიო მეგობრებო. ვიშოვეთ ნორმალური HD კამერა. და ჩავწერთ ახლა დანარჩენი პლანშეტების მიმოხილვასაც, ან ვიდეო აღწერასაც, როგორც გინდათ დაარქვით რევიუს. დაიქნება. მოგესალმებით ყველას. ჩვენ გვაქვს ორი პლანშეტი, იგივე ფირმის, ორივე ტიპები, თუმცა განსხვავებული ნომრებით. ანუ ეს არის P72, ეს არის P76, შესაბამისად მონაცემებიც ფოკუსო განსხვავებული აქვს. 1500 მAh საათში HDMI გადამყვანი გადმოადრეალე. არა, ესენ შეესაერთებლებ. არა, ამას ოკეი ხა. მოკლედ აქ გვაქვს USB, ჩვეულებრივი USB შეგიძლია შეაერთოთ. აქ გვაქვს mini USB, თავისებური დამტენი, 3.5-იანი ჯეკი და micro SD-ის სლოტი. აქ გვაქვს ასე ვიტყვით GPS-ი არ აქვს არც ერთ მოწყობილობას, ეს არ გვითხოვს. სამწუხაროდ. აქ გვაქვს ჩასართავ-გამოსართავი ღილაკი და ხმის სამწევი დასაწევი ღილაკი. არა, ეს ხმის სამწევი დასაწევი მე მგონი არა. აბა რა არის? მართლა. სეტინგებს აკეთებს. ბექით რაღაც ხმის დასაწევი ზევითაა. ნუ აქ გვაქვს software. მოდი ისო გალერეიდან დავიწყო. ხო. ჩავთოთ გალერეა. აქვს მალტიტაჩის გადაჭერა. აი. და ოპს. მარცხენა ხელის დართული არის. აი, ხედავთ. ათო ნიგო უგეთეს დაკეთავს. ნუ ესეც ხედავთ. როგორც წინა პლანშეტი, იგივე სურათებია ზუსტად. აი მოდით გაჩვენებთ ვიდეოს ხარისხს. გვაქვს ვიდეო პლეიერი. აქ გვაქვს მართლა ტრეილერი. დინამიკი. ერთი ოღონდ. ეს კონკრეტული პლანშეტი ეს 350 ლარი. აქვს 1.5 GHz-იანი პროცესორი. 512 ოპერატიული. კიდე რა შეიძლება რა ვთქვი? ისე თამაში ჩავთოთ რამე? აი ნახოთ თუ აქ რამე თამაში. აი Robo Defense გვაქვს აქ. და ნახოთ. მე ამ თამაშს ვერ გავიგე რა. აი შვენიერი გრაფიკა აქვს, მინდა გითხრათ. აჰა. ნუ ამაზე როგორც იცით უკვე შეგიძლიათ ითამაშოთ ყველა ის თამაში და ჩაწეროთ ყველა ის პროგრამა, რომელიც მინდის სტანდარტულ Android-ებზე. რომელი Android-ი აყენია? ამაზე აყენია 2 ხო მგონი? ეხლა ნახოთ. გვერდანი ვარ. აი 2. ვაფლოთ. ჩანს. კარგად ყველა. შემდეგი. მოდით ახლა გადავდოთ ეს პლანშეტი ცოტა გვერდზე. მეორე ვნახოთ. ესე იგი, აქ გვაქვს ისე micro SD სლოტი, HDMI პორტი. აქ გვაქვს დამტენი, mini USB. ეს დამტენი არის? ხო. და ყურსასმენელი? არა, 3.5-იანი ჯეკია. დამტენი. დამტენი mini USB-დან იქნება. ალბათ. არა, ეს mini USB არა. micro USB ქონია. აი ხო, micro USB და უმად ახლავე. ჩვენებს წარწერა. ეს განსხვავებულია, მეგობარო. ხო, გადადრიალე. ჩვენც თითქმის ახლა უგვირდებით. აი. მაინც ვერ დავაფოკუსირე. ნე, აჩას. 8 გიგაბაიტი გვაქვს შიდა მეხსიერება, micro USB, როგორც ახლა მოვაჩინეთ. აქ გვაქვს ჩასართავ-გამოსართავი ღილაკი და ეს ღილაკები არის ESCP და ეს რაღაც გაურკვეველი სახის ღილაკია.
აი დააჭირე და ნახე. Mute. მე მერხმის კათიშვა. რა ვნახოთ. ნო live wallpaper დავაყენოთ მართლა. არ არის mute. შეღებთან ლამაზად გამოიყურება. ეს გიგდებთ აქ პანელს სტანდარტულ Android-ზე. menus, ასე ვთქვათ, menus გიგდებთ ეს კლავიში. რა თქმა უნდა. კიდე რა გვაქვს? ორი დინამიკი გვაქვს. ჩარტ რა. ანა გალერეას ჩარტ. და ისევ დავიწყოთ გალერეით. აი რა თქმა უნდა, ჩვენს მოწყობილებას გააჩნია multi-touch-ის ხარდაჭერა. ну ისევე როგორც ყველას. კარგად შენი multi-touch აი ლამაზად გამოიყურება. ამ მოწყობილებას გააჩნია 2 ბირთვიანი 1 GHz-იანი პროცესორი. ხო მართლა რაც დაგვავიწყდა რომ აღვექნიშნა, აქ გვაქვს წინა კამერა და ამ აპარატზე სამწუხაროდ კამერები არ გვაქვს. თუმცა რა ვიცი, მე მგონი ფასიც შესაბამისია. შესაბამისია. აი ამაზე კი აყენია. ეს კონკრეტული ღირს 400 ლარი. აი ჩავთვეთ კამერა. აი გამოვშთით ისევ. ჩვენ ვიწორეთ ფერფოია ფერფონია ჩიჩი. ჩავაჭო. ეს ნაიში. აი ეს ფალოთ რა გარიფონა. მაშინ შენ რა რეგულე. ვიდეო ჩატენ. მოდით ახლა ჩავართოთ რამე ვიდეო. ახლა შევედით. так. ეს გალერეა. ძალიან სიმპათიური გალერეა Android. ეს იჩება უეჭა. დავშვი. აი, ხედავთ ალბათ. მივაახლოვებ ცოტათი. კარგი ფერები გააჩნია. მეტი ვიდეო სამწუხაროდ არ არის ჩაწერილი, ამიტომ მგონი ესეც საკმარის შემდეგი. ყოფილი. Angry Birds. ეს ვიდეო 1080 პრეა, ხო? კი. ხედავთ როგორ სერიალებს უხეშად ვთქვათ. მოდი საკმარისია, ხო? ახლა გაჩვენებთ ამაზე გვიყენია 2.3.4 ვერსიის Android-ი. სამთავრდება. აი, 2.3.4 ხა მივაახლოვოთ. აჰა. ну, მოკლედ სულ ეს იყო, რაც მოკლედ გვინდა და გვეთქვა ჩვენი პლანშეტების შესახებ. მადლობთ. მადლობთ.